თავდაპირველად მხოლოდ იმიტომ მინდოდა ავანტიურისტად გახდო, მაგრამ უბრალოდ ადამიანებს დავხმარებოდი. ბოლოს და ბოლოს ეს იყო ის, რასაც მე ვფიქრობდი. მინდა რომ ავანტიურისტი გავხდე. მე გახმონებული ამტი დაბისთვის თქვენთვის კი ახმონებენ სანო, მაუ და ნერო, სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. ესე იგი შემხდომსახური ხარ. დიახ. მე უკვე დიდი ვარ, ასე რომ მინდოდა სხვა ავანტიურისტებსაც დავხმარებოდი. გილდიაში ეს შენთვის გასაღებივით იქნება. ამის მეშვეობით სხვებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, რომ შენ ფაიფურის რანკი გაქვს. ყველაზე დაბალი რანკი ავანტიურისტებში. ესე იგი მე დამწყები ვარ. ასეა. ეს ასევე შენ სამოცნობაშიც დაეხმარება თუ რაიმე შეგემთხვა. ასე რომ ის არ დაკარგო. დიახ. შენი რეგისტრაცია დამთავრდა. მოთხოვნებს დაფაზე იპოვი. მიდი და ისეთი შეარჩიე, რასაც გავმკლავდები. ან ასევე შეგიძლია სხვა ავანტიურისტებს შეუერთდე. ეი, გინდა რომ შემოგვერთდე? შენ მღვდელი ხარ ხომასეა. ჩემი დანაყოფი გუნცეძებს, რადგან ჩვენ გვაქვს დავალება ამის შესასრულებლად. ამიტომაც ჩვენ ბოლო წევრს ვეძებთ. შეგიძლია შემოგვერთდე. მოთხოვნა რა არის? ჩვენ გობლინების დახოცვას ვაპირებთ. გობლინები? ხო, ისინი სოფელს დაესხნენ თავს და გაძარცვეს ყველაფერი. ასევე რამოდენიმე გოგონა გაიტაცეს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ და გადავარჩინოთ ისინი. თქვენ ყველანი ფაიფურის რანკის ხართ ხომასია. დარწმუნებული ვარ თუ ცოტას მოიცდით, სხვა ავანტიურისტებიც გამოჩნდებიან. ჩვენ უხს ერთად პრობლემა არ შეგვექნება ხომასია. ჩვენთან ერთად წამოდი, გადაწყვიტე ბოლოს და ბოლოს. კარგი, თუ ფიქრობთ, რომ მე დახმარება შემიძლია. ეს ჩემი პირველი ოფიციალური მისია იყო. მე ერთი ადამიანის გადარჩენაც კი ვარ შევძელი. მაპატიეთ. 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 ეს ერთი. ესეც ორი. შენ ვინ ხარ? გობლინების მკვლელი. ამ ბნელ გამოქვაბულში. აქ პირველად შევხვდი გობლინების მკვლელს. ის ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც ძლევამოსილი გმირი წარმომედგინა, ის განსხვავებული იყო. იგი მხოლოდ მოკლაზე ფიქრობდა, გობლინების დახოცვაზე, მათ მოკლაზე. ბავშვები? ისინი სწრაფად მრავლდებიან. თუ ჩვენ კიდევ ცოტა ხანი მოვიცდით, ისინი მალე 15 გახდებიან და თავს დაგვესხმებიან. შენ გაგიმართლა. შენ მათ მოკლას აპირებ?
ისინი თავიანთ სიცოცხლეს ჩაეჭიდებიან. გადარჩენილები თავიანთ ბუნაგში ისწავლიან შეცდომებზე და ადაპტირდებიან. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ უნდა იყვნენ ისინი ცოცხლები. მაშინ რას იზამ თუ კარგ გობლინს შეხვდები? კარგი გობლინი შეიძლება იყოს ერთი თუ კარგად მოძებნი, მაგრამ საბოლოოდ კარგი გობლინი მხოლოდ ის რჩება, ვინც თავიანთი ბუნაგიდან არ გამოდის. ესეც 22. გამიგია ჭორები, რომ მას წარსულში საერთოდ არ გაუმართლა. მაშინ არ ვიცი ზუსტად რა მოხდა. მაგრამ თუ ეს არასდროს მოხდებოდა, მაშინ ალბათ გობლინების მკვლელი ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ახლა. მე გადავწყვიტე მეპოვნა ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. გავაანალიზე, რომ მე გობლინების მკვლელის დახმარება მინდოდა. ბოლოს ჩვენ გავწევრიანდით ავანტიურისტების ჯგუფში, რომლებიც გვეხმარებოდნენ დემონთა ლორდის განადგურებაში. ეს ყველაფერი ასე დაიწყო. დიდებულო, დედამიწის დედავ, დაგვიცავი ჩვენ უძლურნი დედამიწის ძალებით. ლაქტა სულელო რა გააკეთე? ეს კარიბჭის კრაგნელია. მე ზღვის პულოსთან დავაკავშირე. ახლა კი რა დაუძახე შენს თავს? ფიქრობ, რომ ახლა მნიშვნელობა არ აქვს. გობლინები. შენ ეს ჩოლებრივი გობლინის მოსაკვლიად გამოიყენე? გობლინი? ისინი მეტად სახიფათოები არიან ვიდრე შენ. დიდი დრო გავიდა და ჩვენ ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით. ჩვენ თავს წირავდით საქმის გასაკეთებლად. ყველაფერი უნდა მოგვეგვარებინა. ნაბიჯები. ზუსტად ვერ ვიტყვი რამდენი არიან, მაგრამ რაღაც უცნაური ხდება. ისინი იქიდან მოდიან. ობი, არა. გობლინი ჩემპიონი. კარგი, გავასუფთავოთ ჩვენი გზა. და ჩემი ხმალი დაგეხმაროს. ექვსი. შენ შეგიძლია ყველანი გადაყარო აქედან. გასაგებია. ჯანდაბა ძალიან ბევრნი არიან. ამაზე წუწონი გამოუსადეგარია. შეგიძლია კიდევ ცოტა შეაკავო. ცოტა ხანი კიდევ უნდა გავძლო. 17.
გობლინების მკვლელო. ორქბულგ, მათ ის დაიჭირეს? არა. დაცვა. ეს როგორ მოხდა? დამშვიდი და კონცენტრირდი. გრძელყურებავ. თქვენ სულელო გობლინებო მოშორდით მას. არა. რატომ? სისულელია. მე სკოლებისგან გავიგე, რომ თმა ერთ-ერთი მკვლელობის საუკეთესო იარაღია. ის არ წყდება ისე მარტივად, როგორც სხვა რამეები. წადი სწრაფად უმკურნალე მას. მადლობა დაზღვევისთვის. მოკალის. ჰეი, კარგად შეხედე, გობლინო. შემდეგი ვინ არის? შენ. ან შენ. მადლობა ღმერთს, რომ როგორიღაც გადავრჩით. ის როგორ არის? გადარჩება. თუ ჭრილობა უფრო ღრმა იქნებოდა, მე მას ვეღარ ვუშველიდი. გასაგებია. მე მაპატიე. ამაზე არის დარდო. გობლინების მკვლელო. ასეთი რამები ხდება.
შენ დაინახე? ასეა. არი დარდო. შენ არ გაქვს შრამები? მე ვერ შევძელი გობლინების მკვლელის დაცვა. ამან კიდევ ერთხელ დამანახა თუ რამდენად გამოუცდელი ვიყავი. როდესაც პატარა ვიყავი, რა? მეგონა რომ თუ ნაბიჯს გადავდგავდი, მიწა გაიხსნებოდა და ჩამყალაპავდა და მოვკვდებოდი. მე დიდი ხანი მეშინოდა სეულის მხოლოდ ამის გამო. შეუძლებელი არ არის, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს. ხოლოდ ჩემთვის იყო ეს უცნაური. ის და ჩემი და სულ დამცინოდნენ ამაზე, მაგრამ დრო მოვიდა, როდესაც გამოანალიზე რომ ეს სერული შემეძლო, ნიშნულობა არ ქონდა რამდენად მეშინოდა. ესე იგი ასეა რა? ასეა. ახლა კი მე სიკვდილის მეშინია. მე მადლობელი ვარ რომ შენ მე მეხმარები. მაგრამ შენ ვალდებული არ ხარ რომ დამეხმარო. მე უკვე გითხარი რომ იმას გავაკეთებდი რაც მე მინდოდა. ასეა? ასეა. რაღაც ძალიან უიმედოდ გამოიყურები, იცი ეს? მაპატიე. ამის მოსმენა არ მინდოდა. მაპატიე. და მაშინ გავაანალიზე. რომ ახლა კვლავ ის მეორდებოდა, რაც მას წარსულში შეემთხვა. როდესაც მისთვის საყვარელი ადამიანები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ საფრთხეში. ის წავიდა, რათა გობლინები დაეხოცა. დიდებულო დედამიწის დედავ. გევედრები და გვიცავი ჩვენ უძლურნი დედამიწის ძალებით. დაცვა. მაპატიეთ. მე აღარც როს გავაკეთებ რაიმე მსგავს. მე დღეში დავბრუნდები და მშვიდად ვიცხოვრებ. კარგით, რომ მოვიდა რომ ჯოჯოხეთისკენ გაგაგზავნო. ლორდი არა, ჩემი ტარაკი. შენ უბრალოდ გობლინი ხარ, უბრალო ბინძური პატარა გობლინი. და მე ვარ გობლინების მკვლელი. ეს ერთი გობლინების მეთაური. გობლინების მკვლელო.
დიდებულ, დედამიწის დედავ. გევედრები, განკურნე მისი ჭრილობები. განკურნება. მაპატიე, მე საბოლოოდ მხოლოდ ორჯერ გამოვიყენე დაცვა. ხო, მადლობა. საკუთარ თავს ძალიან ნუ დატვირთავ. ეს ასე არ არის, მე ვფიქრობ, რომ მოვიგებდი ცოტა მეტი ძალა რომ დავემატებინა. გობლინების მკვლელო. შენ თქვი რომ მეტად აღარ დატვირთავდი საკუთარ თავს. გობლინების მკვლელო. გევედრები, სანამ რამეს გააკეთებ, ცოტა მეტად დაფიქრდი ხოლმე. მაპატიე. ეს იმიტომ რომ მე შენ გენდობი. შენ ნამდვილად უიმედო ადამიანი ხარ. გობლინების მკვლელი მართლა ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. არც კი დარდობდა ისე ხოცავდა გობლინებს მაშინ. იგი მარტო ძალიან დიდხანს იბრძოდა. ძალიან დიდხანს. მე მინდა რომ გობლინების მკვლელს დავეხმარო. ჩვენს დაცემულ თანამებრძოლებს, ჩვენს გამარჯვებას, ფერმას, ქალაქს, ავანტიურისტებს და რა თქმა უნდა, ამ უხერხულ ტიპს, რომელიც გობლინების გარდა სხვა არაფერზე ლაპარაკობს. გაუმარჯოს! 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 ჰეი, გობლინების მკვლელო. იცი, მე ჯილდო მინდა რომ გთხოვო. რა გსურს? გთხოვ, შენი მუზარადი მოიხსენი. რატომ? მაშინ ძალიან შერცხვენილი ვიყავი და თვალები დახუჭული მქონდა, იცი? გონია რომ ასე ბევრად უფრო მაგარი ხარ. ახლა უკვე აღარ ვიყავი ახალბედა ავანტიურისტის სულელური ოცნებებით. მე გავიზარდე დროთა განმავლობაში. იმედი მაქვს რომ მე შევძლებ იმედის სხივის შემოტანას ამ ბნელ გამოქვაბულში, სადაც ადამიანები შველოსა და დახმარებას ითხოვენ. ახლა მე მაქვს იმედი იმისა რომ შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელიც ბევრი ვიღაცის მიერ არის აღიარებული. თუ შენ დახმარებას ითხოვ, ჩვენ ყოველთვის აქ ვიქნებით ამისთვის. ყოველთვის ასე იქნება. ესე იგი, კარგი იღბლისთვის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. გასაგებია. იმედოვნებ რომ ეს სიმართლეა. მე კიდევ ვაპირებ ძალიან ბევრ საქმეზე მასთან ერთად წასვლას. შემდეგ დღეს ჩვენ მივიღეთ წერილი, სადაც გობლინების მკვლელს ითხოვდნენ, რათა გადაერჩინა რამდენიმე ავანტიურისტი, რომლებიც საფრთხეში იყვნენ. და შემდეგ ისინი იქეთ წავიდნენ. ეს მე მომანდე. ოჩა, ქალბატონებო. ყურადღება არ მოადუნო. ჰეი, ვიზარდ. ვიცი. შეიძლება ცოტათი წაგეცეკოთ მილედი? რა თქმა უნდა. საჯიტა. ტონი ტრუს. გუელტა.
ორიენს. ლაქტა. იაკტა. გონია რომ ყველაფერი დამთავრდა. შენ მართლაც არ უნდა მოადუნო შენი დაცვა. ეს ისედაც ვიცი. შესაძლოა ჩვენ კიდევ მოგვიწიოს გობლინებთან დაპირისპირება. ხოლო ავანტიურისტები არიან იმის ღირსები, რომ გობლინებს დაუპირისპირდნენ. შეში საჭირო არაა. მე შესანიშნავი გეგმა მაქვს. გობლინების მკვლელი, გობლინების გვირგვინი. ძვირფასო გობლინების მკვლელო. შენთან რაღაც თხოვნა მაქვს. ერთმა დიდებულის ქალიშვილმა დატოვა სახლი, რათა ავანტიურისტი გამხდარიყო. ჩვენი თავგადასავალი სწორედ ასე დაიწყო. იგი ჩამოგშორდა მას შემდეგ, რაც მოთხოვნა მივიღეთ და ამის შემდეგ მასზე არაფერი გსმენია. მისმა მშობლებმა დაგვავალეს, რომ იგი გვეპოვნა. ეს იშვიათი შემთხვევა არ არის. პრობლემა ის იყო, რომ ეს დიდებულის გოგონა, რომელსაც ვეძებდით, გობლინების დახოცვამ გაიტაცა. დიდებულო, დედამიწის დედავ, გთხოვ დაგულოცე. გაგვინათე სიბნელე წმინდა სინათლით. გილდია ჩემთან მოვიდა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ, ვისთვისაც შემეძლო დახმარების თხოვნა. გევედრები დამეხმარი ამ საწყალი გოგონას პოვნაში. მთელი გულით ულოცულობ, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. წმინდა სინათლით კარგად იმუშავე წეღან. მე ძალიან დიდი მადლობა. მართლა მადლობა. თავიდან 2 იყვნენ, შემდეგ კი 7. და საბოლოოდ 9. ყველა ერთად კი 12 გამოდის. მე არ ვიცი, როგორ მოათავს ეს ამდენი მძევალი ერთად გილას. ასევე მკვდარი სოფლელების სხეულებიც არ მომწონს. გგონია, რომ აქ კიდევ არის სხვა ოგრი? დარწმუნებული არ ვარ. ჯანდაბა, რა ხდება? ცოტა ნელა ილაპარაკეთ. შენი მათრულობა გამოიყენე, რომ ძევლები დაგეძინებინა. ისინი სასტიკად ყარან. რამდენი სხეულია? მე 4 დავითვალე, სერმაგის 3 ჰყავდა და საბოლოოდ 7 გამოდის. გამოდის ყველა ერთად 19-ია. მეგონა რომ თავიდან 20 მოკლავდით. თქვენ მეთაური ხართ? დიახ. ჩვენ ავანტიურისტები ვართ. რა? ავანტიურისტები? ვერცხლის რანკი, შეიძლება ეს არის გობლინების მკვლელი? გმადლობთ რომ მოხვედით. ბალახის სპეციალისტები ხომ არ ყავთ სოფელში, ისევე როგორც მღვდელი აკეთებს შელოცვებს. აქ ერთადერთი მღვდლები არიან მოგზაური მღვდლები, რომლებიც გადიან. ჩვენ ჰერბალისტი გვყავს, მაგრამ კარგი, ჩვენ დავეხმარებით დაჭრილებს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი წამლები ჩვენთვისაც. ამიტომაც თქვენ შელოცვებით და პირველი დახმარებით მოგხედავენ. ორკბოლგ. აი მეოცეც. შე პატარა, ვერ გამექცევი. გამოიყენე. ეს რანაირი ის არის, საშინლად მოხვდა. მე შევცვალე ეს. რა? მოგვიანებით აგიხსნე.
ჩვენ აქ უნდა დავჭერთ ამ ღამით. ასევე იმ ავანტიურისთასაც სჭირდება ინფორმაცია, რომ ჩვენამდე იყვნენ აქ. ასევე შესაძლოა მთების რუკას დაგჭირდეს. კარგით, მაგრამ რაც შეეხება გადახდას, გობლინები უფრო მნიშვნელოვანია. როგორც კი დავისვენებ, ჩვენ მათკენ გავემართებით. წყალი ძალიან თბილი და სასიამოვნოა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იზრდები. გიყურებ. უსამართლობა. შენ რაზე საუბრობ? მაგრამ რატომ? სხვები რატომ არ შემოგვიერთდნენ ნეტავი? იცი რომ საუკეთესო მედიცინა ალკოჰოლია? ის მე ბევრად უკეთ მხდის ხოლმე. და ორქბოლგი მისთვის ის კვლავ განაგრძობს ძებნას. თუ პირველად შენ არ გადადგამ ნაბიჯს, მაშინ ის კვლავ ისე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც აქამდე. ვერ ვიჯერებ, რომ ჩრდილოეთით ასე შორს მის გამო წამოვედით, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იცი, მაინტერესებს, შენ იტყე მხოლოდ იმისთვის დატოვე, რომ ძალიან მოიწყინე? ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ ნაწილობრივ არა. იცი, მე მოვალეობა მქონდა. მე უბრალოდ ეს უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ერთ დღეს დარწმუნებული ვარ, რომ უკან ისევ დაბრუნდები. ზოგჯერ მე თვითონაც მიკვირს ხოლმე, როგორ შორს წამოვედი. მახსოვს, როგორ სეირნობდი ხოლმე ტყეში. ფოთლების შრიალი ისმოდა. მე იქ ერთი რაღაც აღმოვაჩინე, იცი? რა იპოვნე? დაიკი, რომელიც ადამიანების მიერ იყო გაკეთებული. აქამდე იგი არასდროს მქონდა ნანახი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო რაღაც იყო. სწორედ მასთან გაჩერდა ფოთოლი, რომელიც ხიდან ჩამოვარდა. ადამიანები დაახლოებით 100 წლისები კვდებიან, ხომ ასეა? ასეა? გაუძებული ვარ მეთხანს, რატომ არ შეგიძლიათ სიცოცხლე? შესაძლოა ეს გამეგომეც, რომ ადამიანი ყოფილიყავი. და თუ შენ დაიბადებოდი როგორც ადამიანი, მაშინ ისურვებდი, რომ ელფივით ლამაზი ყოფილიყავი? და თუ შენ დაიბადებოდი როგორც ელფი, ისურვებდი, რომ ადამიანი ყოფილიყავი? მგონია, რომ ამ სამყაროში არასდროს იღებ რეალურად იმას, რაც გსურს. ანუ თქვენ ავანტიურისტები ხართ გადარჩენის მისიაზე გამოგზავნილები. აიღეთ ყველაფერი. და ისინი უარს ამბობდნენ გობლინების მოკლაზე, თუ სოფლის მოსახლეობა მათ საჭმელს არ მისცემდა. ეს საშიშია, შეიძლება მათ მართლა სჭირდებოდათ საკვები. მათ ეს სჭირდებათ? მათ ბევრი არ სჭირდებათ. მაგრამ ამდენი დრო ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით ბუდაში რა ხდება, ან იქ რამდენი გობლინი იმყოფება. არსებობს შანსი იმისა, რომ ავანტიურისტები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. შესაძლებელია. ბოლოს როდესაც ისინი გამოჩნდნენ, ისინი დასუსტებულები იყვნენ. თუ გობლინებს გამოქვებული აქვთ, ისინი იქ იქნებიან. მიკვირს ისინი პირდაპირ მიწისქვეშ რატომ არ ჩავიდნენ? ანუ საჭმელი და ხეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეა. ისინი ცდილობენ, რომ შიმშილით მოკლენ ისინი. ორქბოლგ, შენ მაშინ ისეთი ის არის, რატომ მომეცი? როდესაც ჩინის ის არის ესროლემ, წვერი მოტყდა და შიგნით ჩარჩა. ანუ? რკინა მოწამლული იყო, უსარგებლოა მისი სხეულიდან გამოღება. როდესაც ის თავის ბუნაგში მიაღწევს, მისი სხეულიდან პალი იქნება და დაავადებას გაავრცელებს. მხოლოდ ეს ყველას ვერ მიხედავს, მაგრამ ის დიდი დარტყმა იქნება. გონია, რომ ჩვენს თავზე თავადვე უნდა ვიზრუნოთ. ძალიან ცივა. მალე დაბინძდება, ამიტომაც როდესაც გავდბებით, ეგრევე წავალთ. არ მეგონა, ესეთი ცივი ადგილები თუ არსებობდა. კარგი რა, დალია, უფრო მალე გაწვევი. მოდი, იმაზე ვიფიქროთ. შენი მიზანი არ იყო, რომ დრაკონი გამხდარიყავი? ზუსტად. როდესაც შენ ერთ-ერთი დრაკონთაგანი გახდები, აუცილებლად გესტუმრები. აუცილებლად, კარგი? შეიძლება ამას ათასობით წელიც კი დასჭირდეს? ვერც კი წარმოიდგინეს, რამდენად მოსაწყენია. მეგობრები, საერთოდ არ გყოლება გვერდით. გასაგებია, დრაკონი, რომელიც თავის თავგადასავალზე საუბრობს გობლინების კვლავობაში,
დრაკონი, რომელსაც ელფი ესტუმრება. და დრაკონი, რომელსაც ყველი ძალიან უყვარს, არა? ცუდი არ არის. მართლა? ყოველ შემთხვევაში, ჯერ ჩვენს წინაშე არსებულ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. ფრთხილად იყავი, აქ შუბები ყრია. ამ რაღაცაზე ცილაპარაკია, ბა? გობლინებს მსგავსი მახეების დაგება შეუძლიათ? ვინ იცის? მე ვერანაირ ტოტემს ვერ ხედავ. შესაძლოა მათ არ ყავთ ქურუმი. დაარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მე არ მომწონს. ისინი საკმარისი იქნებიან, რომ შემოგვიტიონ. ამ სოფელსაც და განკარგავს ჩვენამდე მოსულ ავანტიურისტებსაც. მათ შორის ზოგიერთი ჭკვიანიც უნდა იყოს. ჩვენ მარჯვნიდან შევუტევთ. დიდებულო, დედამიწის დედავ. გევედრები დაგულოცე. გაგვინათ ეს სიბნელე წმინდა სინათლით. წმინდა სინათლე. 17 ჰობი არ არის. არ ჩემლოცავი, მაგრამ მათი სრები აქვთ. წავედით. პირველი ჩემია. დროა მუშაობის გნომებო. შეკრიბა ხრეში ერთად და გახადე ქვა. ნამა კარგად იმუშავა. დალაკო ქერცლიანო. ზუსტად. გასაგებია. 10 11 13 დერი უკან მალე დაბრუნდება. გასაგებია. დიდებულო, დედამიწის დედავ, გთხოვ დაგულოცე. გაგვინათ ეს სიბნელე წმინდა სინათლით. შვიდმეტი. კარგად ხარ გზელყურებავ. მაპატიეთ, ყველაფერი ავურიე. ახლავე განკურნავ, ჭრელობაში შხამი ხომ არ გაქვს. აი აქ, მომეც საშუალება რომ ის არის მოვაცილო ჯერ. ჯერჯერობით დავტოვოთ, კარგი? რა მოხდა? მისი ფეხი. წვერი სად არის? ჯერ კიდევ შიგნითაა. ისინი მართლა სწავლობენ. ტკინოულია? მე ძალიან კარგად ვარ. ფიქრობ რომ ის მოწამლული იყო? მე არა მგონია, მაგრამ ამას მე ვიზავ, ცეცხლი მომაწოდეთ. ახლავე. იცეკვეთ, სალამანდრებო. და წარმოშვით ცეცხლი თქვენი ფერის კუდებიდან. ამას მოუჭირე კბილები. მე ვაპირებ ისრის ამოღებას. შანსი არაა. კარგი, მაშინ დროა ფეხი მოგაჭრათ. და თუ ეს მოხდება, ხელახლა ჩვენ მას ვერ მიგამაგრებთ. რაც შეიძლება ტკივილი შეუმსუბუქე მას, კარგი? რამდენადაც შესაძლებელია. ჩემს საუკეთესოს გავაკეთებ. სერიოზულად არ მათ კინო იცოდე. გარანტიას ვერ მოგცემ, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯები. ჯერ კიდევ მომდის სისხლი. კარგად ხარ? მგონი კი. ისრის სროლა შეგიძლია? რა თქმა უნდა. მაშინ ყველამ გავაგრძელოთ. ის ჯერ კიდევ სუნთქავს. როგორც ჩანს, ჩვენი მისია დასასრულს მიუახლოვდა. ეს ტაძარია რა? საოცარია, დემონთა სექტა აქ იყო. იცი ეს საშინელებაა. ეს გობლინების ტოტემი ვერ იქნება. მე მჯერა რომ ეს მწვანე მთვარეა. ეს ღმერთის ნიშანია. როგორც ჩანს, სიბრძნის ღმერთი რაღაც ნიშანს გვაძლევს. მწვანე მთვარე? იმას გულისხმობ, საიდანაც გობლინები მოდიან?
შესაძლოა რომ ისინი ერთმანეთს გონალობდნენ, შელოცვები და შემდეგ ერთმანეთს ასწავლიდნენ. სიბრძნის ღმერთი ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული ღმერთია. შესაძლოა ბნელი ელფი, ან მაღალი რანკის მღვდელმსახური იყოს დემონი. რა არ მგონია? თუ შენ აკონტროლებ გობლინებს და მათ მხოლოდ გაძარცვისთვის იყენებ, ესე იგი შენს გობლინებივით სულელი არ გამოდიხარ? გობლინებით ფიქრობს, გობლინებს ხელმძღვანელობს, გობლინებს მკურნალობს, ხალხს თავს ესხმის და ბროტების მიმდევარია. მღვდელმსახური, შეუძლებელია რომ გობლინების პალადინი. გობლინები იმიტომ დაესხნენ სოფლებს თავს, რომ მათ საკვები სჭირდებოდათ. თუ ჩვენ აქ კიდევ რამდენიმე დღე მოვიცდით მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავად მოგვაკითხავენ. ასე უნდა მოვიქცეთ, დაიკო. შესაძლოა უცნაურია, მაგრამ ცუდი აზრი არაა. ფიქრობ, გაგვიჭირდება თუ ქარბოქი დაგხვდება. შენ რას ფიქრობ, ჯადო ქარო? მე იმას გავაკეთებ, რაც მას ენდომება, ის ჩვენი ლიდერია ბოლოს და ბოლოს. როგორც ფიქრობდი, ეს უბრალოდ დროის საკითხია. მე ეჭება, რომ ისინი დღეს გარეთ გამოვიდნენ. შეიძლება მათ არ მიაყავდეთ. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვესხნენ თავს, ბოლოს და ბოლოს გობლინები არიან. მაპატიე დაიკო, უკან დავბრუნდები. ეს იმიტომ რომ თოვლი შეჭამე. ჩვენ მეტი შეშა არ გვაქვს რომ გააგრძელოს თოლმა დნობა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მოდი ცოტა ხანი კიდევ დავაკვირდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გობლინები ახლა იტანჯებიან. ჩვენ შენს ბრძანებებს მიყვებით, შენ ჩვენი ლიდერი ხარ. თქვენ არ უნდა გთავაზობდეთ გაქცევას ისე, რომ გობლინებთან არც კი გვებრძოლია ჯერ. ჩვენ დაღლილები ვართ ასე, რომ მარტივად დაგვამარცხებენ ისინი. თანაც არც საკვები გვაქვს და არც შეშა. ადამიანები ნამდვილად დასცინებენ იმ ავანტიურისტებს, რომლებიც უბრალოდ გაიქცნენ და შეეშინდათ გობლინებთან ბრძოლის. დღეს მხოლოდ ამის შოვნა მოვახერხე. ამაზე რა სიტყვი? ერთ-ერთი ჩვენგანი სოფელთან ახლოს უნდა ჩავიდეს და იქედან საკვები ამოიტანოს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ვინ წავა? შენ წადი, ამ ბოლო დროს ყველა საქმეს აქ მე ვაკეთებ ხოლმე. ყოველთვის ასეა. იცი, უკვე დავიღალე ამით. ვეთანხმები სიმართლე რომ თქვა, მე არათოს არ მომწონდა ეს გეგმა. ძალიან კარგი, ჩვენ მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ ახლახან. ქალბატონო ავანტიურისტო, თქვენ დაბრუნდით. აბა როგორ მიდის საქმეები? იცით, ჩვენ ჯერ კიდევ მუშაობთ ამაზე. ჩემო ვარსკვლავებო. მაინტერესებდა, შეგიძლიათ რომ ცოტაოდენი საკვები მოგცეთ? ყველაფერი ამ დონემდე როგორ მივიდა? ამ გობლინებმა რამდენი დაბრკოლება შექმნეს? ეს იდიოტი გობლინები. გობლინები? ჩანდაბა ვერ ვიღებ.
დანარჩენები სად არიან? მოკვდნენ. გასაგებია. მე რაღაცის კითხვა მინდა. უბრალოდ ისე მიპასუხე, როგორ შეძლებ, გასაგებია? რა გააკეთე? ჩვენ ვცდილობდით, რომ მათ მოშიებოდოთ. მეგონა, რომ ეს იმუშავებდა. გასაგებია. ჩვენ ყველანი ერთად მუშაობდით, მიუხედავად ჩვენი რანკებისა. და თან მე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ასე მეგონა. გასაგებია. ფიქრობ ყველაფერი ასე მოხდა. მოიცადე. რა მოხდა? შენ გობლინების მკვლელი ხარ? ხო, ამას მეძახიან. გობლინების მკვლელი. შენ ჭილობები როგორ არის? კარგად ვარ. ცოტათი კიდევ მტკივა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. გასაგებია. შენ ახსენე, რომ სიბრძნის ღმერთი ისევ გამოქვაბულში დაბრუნდა, რა? რა არის მისი მიზანი? სიბრძნის ღმერთი უდიდეს ცოდნას ფლობს. ესე იგი ის ცოდნის ღმერთია? ცოდნის ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ინტელექტზე ბატონობს. ის არის მიზეზი ამ სამყაროში სამართლიანობის აღსრულების. ცოდნის ღმერთს სჯერა, რომ ტანჯვა და წვალება მნიშვნელოვანია ცოდნის მისაღებად. სხვაგვარად მას ვერ შეიძენ. მაგრამ სიბრძნის ღმერთი ყველას თანაბრად აძლევს ცოდნას. ამის შედეგი კი ისაა, რომ ბევრმა იპოვა გზა, როგორ გაინადგურებინა სამყარო. სიბრძნის ღმერთი არ არის დაინტერესებული. რამდენი სიცოცხლე დაიკარგება უსამართლოდ. რაღაც თავი მტკივა და თან ფეხიც. მიზეს მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა გობლინებია. მათი ბუნაგი შეიძლება ყველგან იყოს. აქ ზემოთ ლაბირინთივით გამოიყურება. რა სახის ნანგრევები? დვარფების ციხე. დვარფების ციხეს იმაგრე, ხა მერთების ეპოქიდანაა. მე მარტივად არ მოვიწყობი, როდესაც წინა ხაზზე წავალ. რამე კარგიდია გააქვს? ერთ რაღაცას ვფიქრობდი. მეც მინდა წამოსვლა. ეს შეუძლებელია, შენი მშობლებისგან მოთხოვნა მივიღეთ, რომ შენ უნდა გადაგვერჩინე. სახლში უნდა დაბრუნდე და პირველ რიგში მათ დაელაპარაკო. მე ის უკან უნდა დავაბრუნო. შეიძლება ვიკითხო უკან რისი დაბრუნება გინდა? ყველაფერი. ყველაფერი, რაც დავკარგე. დრაკონს მხოლოდ მაშინ აქვს ღირსება, როცა ის ნამდვილი დრაკონია. დრაკონი ღირსების გარეშე დრაკონი არ არის. მოიცა თუ ის მოკვდება? კარგი, შესაძლოა შენც მოკვდე. შესაძლოა ჩვენც დავიხოცოთ. ყველა ცოცხალი ქმნილება საბოლოოდ კვდება. თქვენ ელფებმა ეს ყველაზე უკრისად იცით. ნუ, კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ჩვენთან ერთად უნდა წავიყვანოთ. მე შენი მშობელი არ ვარ და არც მეგობარი. თუ შენ დავალება გაქვს შენ იცი რაც უნდა გააკეთო. ეს ვიცი. მე ვიშოვი საკმარის ფულს, რათა თქვენ გადაგიხადოთ. მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. რისი გაკეთება შეგიძლია? მე ხმლის გზა ვიცი და თანაც მანათობელი შეულწვების გამოყენება შემიძლია. ძალიან კარგი. შენ არ გაქვს რაიმე სახის წინააღმდეგობა თუ შენ ხომასია. ამაზე თანახმა იქნები ორკბოლგ. მაშინ წავიდით და დავხოცოთ გობლინები. მე ამის მომხრე არ ვარ. ისე რატომ უნდა ვიქცეოდე, თითქოს ბრძოლაში ეყოლით ყვები ვიყოთ. სხვაგვარად არ იქნებოდა ეს დამაჯერებელი. გაიგონე სულური ლაპარაკი, ბატონო ვაჭარო. ისინი საბოლოოდ შესაძლებელი გახდებიან გარეცოდნის ღმერთისათვის. აცადეთ ის გააკეთოს, რაც მათ უნდათ. შენ ხომ არ გცივა? კარგად ვარ. ნუ მე მცივა და მაშინ ცოტა ახლოს მოვიწევი. როგორც შენ გინდა. რაღაც მთლად კარგად არ უნდა იყოთ. ძალიან დიდი მადლობა. მე ამის მოცემას ციხესიმაგრის შესრულის შემდეგ ვეგმავდი, მაგრამ ამ ბეჭდებში შელუცვებია ჩადებული. ბეჭედი, რომლითაც წყლის ქვეშ სუნთქვა შევძლებთ?
შესაძლოა მან თქვენ სიციოს უშვილო ცოტათი. ეს ჩვენთვის უფრო ადრე უნდა მოგეცა. ეს შესანიშნავია. მართლა? აიღე, ერთი შენც უნდა სცადო. ეს არ მჭირდება, საერთოდ არ მცივა. ხო, რა თქმა უნდა. ახლა უკვე გაქცევა, აღარ შეგიძლია. მე ვარ მწვანე მთვარის ეპისკოპოსი. გარეგანი ცოდნის ღმერთის თავმდაბალი მსახური. კარებები გააღეთ. არი ნერვიულო, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ. ისინი მოდიან. ის მებრძოლი გობლინია? არა. მინდა აუდიენცია მოვითხოვო ამ ციხის უფროსთან, დიდგვაროვან პალადინთან. კი, მოვიტანე შეთავაზებები. გთხოვთ, ჩასვით ისინი კარცერში და ხელები და ფეხები დააჭერით, რომ ვერ გაიქცნენ. მათ მართლა აქვთ კომუნიკაცია? რეალურად ეს ნამდვილად სასწაულია მასთან ურთიერთობა. ჩვენ ამ გოგოთი დავიწყებთ. კარგად ხარ, რამე ხომ არ იტკინე? დამშვიდდი, შენ რატომ? კარგი, მე ამას მოველოდე. გააჩერდი, დამშვიდდი უკვე. ის მკვდარია, გაიგე. გობლინები უნდა დაიხოცონ. ზედმეტად ხმამაღლა ყვირი. ეს მოსალოდნელი იყო. ჯობს მას თოლი მოდმნოთ, სანამ ის კიდევ გუნორობას ჩაიდენს. ხო, მაგრამ გთხოვ, დამშვიდდი. შენ ახლა სხვებზე ბევრად უფრო გაბრაზებული უნდა იყო. დამშვიდდი. პირველ რიგში ჭრილობებს მიხედეთ და მიმკურნალე მას. მისი ხელი დალპება და ნაიარებს დატოვებს. მართალია. გალიებში გადაშენილებიც იყვნენ, ასე რომ დაბრუნდეს და გადავარჩინოთ ისინი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას მარტო გავაკეთებ, წამოდი ჩემთან ქერცლიანო. ნუ ქერცლიანების ცნობილები არიან ფიზიკური სიზუსტით. წავიდეთ. მის თავს როგორც გრძნობ, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ ეს მოგვიანებით გადავდოთ. ეს გოგონა რატომ წამოიყვანე? რადგან ჩვენის გვჭირდება. გვჭირდება? ახლა რასაც ჩვენ ვცდილობ, აქ მხოლოდ გამარჯვება და წაგება. მე ამაზე არ ვსაუბრობ, რატომ არ გესმის? ვიცი. საბოლოოდ მჯერა რომ ამას გავაკეთებთ.
მოემზადეთ. მაპატიეთ საკუთარ თავზე კონტროლი დაუკარგე. ხდება ხოლმე. შენთვის, მისთვის და ჩემთვისაც. შენც? ასეა. ეს წარმოუდგენელია. ხო, ხო, გასაგებია. ძევლები კარგად იქნებიან? უფრო უსაფრთხო იქნება რომ თან წავიყვანოთ. ეს რაჯენობამ გააკეთა. ხმალი წითელი ძვირფასი თვლებისგან და ელვისგან იყო გამოწრთობილი. შესაძლოა მოგვიანებით ახლიდან შევხედო. კარგი, ახლა რა ვშვებით? ჩვენ პირველ რიგში მათი აბჯარი უნდა მოვიპოვოთ, მაგრამ მანამდე რამდენი შელოცვა დაგვრჩა. მე მხოლოდ 3 მოქვს დარჩენილი და კიდევ 2 აქვს 4 და 3. ჯამში სულ 10 გვაქვს. ჩვენ გოგოები დაგვავიწყდა. 2. ესე იგი მთლიანად 12 არა, გვაქვს. ჩვენ შევინახოთ სინათლის შელოცვა თუ ჩვენ შეგვეძლება. ჩვენ შეგვეძლება გობლინების დახოცვა? ხო, თუ ყველაფერი კარგად წავა. ჩვენ შენს იმედზე ვართ. გასაგებია. მას ჭირაღდანი რატომ მიეცი? გონია რომ ცუდი საქციელი იქნებოდა თუ მას არაფრის წამოღება არ მოუწევდა. ვერ შენიშნე ცოტათი შერცხვა კიდეც, როდესაც მას ჭირაღდანი მივაწოდე. ეს ცოტათი განსხვავებული აბჯარია. კარგი, ძველი დორფები ციხესიმაგრე, ამიტომ მათ შეიძლება რამე ძველი იპოვე, მაგრამ შესაძლოა რომ გობლინებს მართლა გაეძრებინათ თავისი ხმლები. ეს მე დამიტოვე. ეი, გოგონა, დამეხმარე. ჩვენ იქით რაღაცაზე უნდა ვიზრუნოთ. დალაკი ოსტატი ერაღების დამტრევაში. მე მეგონა რომ მას ეფექტურად ვიყენებდი. თავს ნუ შეიწუხე უბრალოდ პატარა ხმლების გამო. ფიქრობ უნდა ვნახოთ რა ხელა ხმლები დარჩათ მათ. მე არ მჭირდება სხვა ხმალი. ანუ შენ მართლა არ გინდა ხმალი. ძალიან კარგი. აი როგორ დაიწყო ურთიერთობა. რა კარგი იქნებოდა რომ იმას არ ლაპარაკობდე, რა ჩვენ თავშია ხომ ასეა? კარგი, ყველა მზად ვართ? დავიწყეთ. დიდო წინაპრებო, რომლებსაც გძინავთ, წაიღეთ ეს ნივთები თქვენთან ერთად დროის სიმძიმის მეშვეობით. ეს შელოცვა განადგურებისთვისაა? ზუსტად. ახლა ჩვენ ყავს პატიმრები მათი ციხიდან და ასევე მათი იარაღი. ყველაფერი გეგმის მიხედვით. გავიშალოთ. ეს გობლინების გამეფების ცერემონია. და კორონაციის ცერემონიალს მოძღვარი სჭირდება. კარგი, ისე თქვარი მკვდარია მაღაროში. რა მოხდა? დიდებულო დედამიწის დედავ, ხო შენი შემწეობით განკურნი ამ ბავშვის ჭრილობები.
დაწექეთ. კარგად ხარ? კი, ესენი ისეთივეა. მანდ როგორ ხართ? ჩვენ გადავრჩებით. დავიშალოთ, მე სატყუარა ვიქნები. ჩემი ფიზიკური სიძლიერე დამეხმარება დატყვევებულთა გამოყვანაში. ამას ჩემ თავზე ვიღებ. კარგი, წავედით. კარგი. არა. ვიცი. მე ვიცი. მაგრამ რატომ ხდება ასე, რომ რასაც უნდა იმას აკეთებენ? შემდეგ კი იცინიან და ისე იქცევიან, როგორც თავად სურთ. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია ისევ. მე რომ არა ეს არ მოხდებოდა. ჭირდება რომ ჩემი ხმალი დავიბრუნო ახლავე. დამიბრუნეთ. სახლში მინდა წასვლა. მამა, დედა. ამ ყველაფრით საშინლად დავიღალე. გასაგებია, კარგი. მე შენ ხმლს დაგიბრუნებ. მე მოვკლავ პალადინს, მე მოვკლავ გობლინებს. მე არ გულისხმობ ერთს ან ორს. მე არ გულისხმობ მხოლოდ ერთ ბუნაკს ან ამ ციხესიმაგრეს. მე ვაპირებ ყველა გობლინის მოკვლას. ამიტომაც შეწყვიტე ტირილი. დიდებულო დედამიწის დედა ვგთხოვ დაგლოცე. გაგვინათე სიბნელე. წმინდა სინათლით. მედით, თავები დაციეთ. კარგი, დაცვა ხომ არ გამოვიყენო. ამას შენ მოგანდობ. გასაგებია. შენზე უკანა მხარეა. კარგი. ყველაფერი კარგად იქნება. ეს ერთი. ორი. სამი. ისინი უკან მოყვებიან. რამდენი? ბევრნი არიან. კარგი. მე აღარ შემიძლია. კარგი, რამდენი, რატომ არიან? მიიღე. 13. კარგია. ნეტავ ისინი კარგად არიან? რა? შენ რა დალგზღელავ? ორკბულგზე საერთოდ არ ვდარდობ, უბრალოდ ჩემი ორი მეგობარია. რამე პრობლემა გააქვს? კარგი, ბოლო ელფი ხარ. ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ მეგობრობის ბიზნესის ნაწილი ხარ. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ცდილობდნენ ციხესიმაგრეების დაპყრობას, წყალდიდობა სტანდარტული იყო. მაგრამ მტრის შემშელი ასევე ღირსეული ვარიანტია. კარგი. დაციეთ. როგორც ხარ, როგორ ჩანს, კარგ დროს ვატარებთ.
კარგი, უკან დაბრუნდეთ, მოემზადეთ. გობლინების მკვლელო. დიდი დრო დაგჭირდა. გააკეთეს, მე მოვიგებ ცოტა დროს. გასაგებია. კარგი. ტორტუს. დიდებულო დედამიწის დედა. ორიეს. გთხოვ, დაგვიცავი. ლაკტა. მიიღეთ. ჩვენ მზად ვართ. ფიქრობ არასდროს არ უნდა გავიწყდეს ავანტიურის ნივთები, როდესაც მოგზაურობაში მიდიხარ. დანარჩენები სად არიან? მე ცუდად ვარ ამ გობლინები და მათი სულელური ხულელებით. შენ მე მკითხი აბა? დროულია. ჩვენ გადავრჩით. მადლობა ღმერთს. თქვენთან ყველაფერი კარგად დამთავრდა? ხო, ჩვენ კარგად ვართ. ჩვენ ეს შევძელით. ასია. დალექვა შეცხმარს რა დაემართა? მე გავუტეხე ის. რაღაცები არასდროს იცვლება. მადლობა. ისრების როლოზე კარგი შეგრძნება, მე მგონი არაფერია ამ ქვეყნად. შეგიძლია ასეთი საშიში რამეები არ თქვა? ბუდის ვიხდი. მე უკნიდან მივხედავ, გამომაგრეთ. გასაგებია. გნომება უმდინესობა გამიკეთეთ საუკეთესო ბალში, რაც კი მინახავს. რას ფიქრობთ, გობლინებო, ვინ ხართ? გაიწიეთ. ისინი ახლა ნაკლები არიან, მე წავალ და მივხედავ. როა, 9. ჩვენ ბოლოდარში გულზილია ესენი სოფლისკენ გავუშვათ. აქ ხეობა იყო ხომოსია. აქიდან შორს არ არის. მაშინ ჩვენ იქ წავალთ. გამომართვი დალაქო. მადლობა. სამეტი, კარგი შემდეგი რა არის? ნიჩაბი მომეცი, გამომართვი. ბუდის ვიხდი. 19. 20. მოემზადეთ, მე მათ აქ დავჩეხავ. შეგიძლია მათ გავუმკლავდე. რა თქმა უნდა, შემიძლია. ეს ბოლო იარაღი იყო. მაშინ ჩემსას მოგცემ. მე ზურგს გაგიმაგრებ. ჩემი შელუცების მარაგი ამოიწურა. გობლინების მკვლელო. შეინახე შენი შელუცები. კარგი, მე ვიცი რომ ჩემი იმედი გაქვს. მე გეგმა მაქვს.
გასაგებია. ცეცხლი, როდესაც მე მოგცემ სიგნალს. კარგი. მან შეისწავლა. შეიპატარანა ბიჭვარო. თუ ასეა. შენ გაგაცურე. გობლინები არ არიან ჭკვიანი არსებები, მაგრამ არც მთლად სულელები არ არიან. როგორც არ უნდა იყოს, შენ სულელი ხარ. ცეცხლი. ტანტირუს. ორიენს. ლაქტა. რაღაც ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. ჯანდაბა. დიდებულო დედამიწის დედავ, გთხოვ დაგვიცავით ჩვენ უძლურნი დედამიწის ძალებით. დაცვა. გობლინების მკვლელო. ის სად არის? სადაა გობლინების მკვლელი? შეიძლება სულ ქვემოთ იყოს თოვლის ნაკადის გამო. შესაძლოა. გონი უკეთესი იქნება თუ ჯერჯერობით ხმამაღლა არ ვილაპარაკებთ. ჩვენის უნდა ვეძებოთ. თქვენ მასზე არ დარდობთ? რა თქმა უნდა, ის ხომ ჩვენი ამხანაგია. მაგრამ იცი? ბოლოს და ბოლოს ის გობლინების მკვლელია. მე გადავრჩი. მე იმისვისაც მომზადებული ვიყავი თუ ჰაერი არ მიქნებოდა. გობლინების მკვლელო? კარგად ხართ? ამას შენ უნდა გეკითხებოდეთ. გონი ცოტათი უხერხულია. შეუძლებელი იყო რომ მორქბოლქს ეს ბეჭდები ჩვენთვის უმიზეზოდ მოეცა. შენ ამას დასაწყისიდანვე გეგმავდი არა? რამდენამდე? კარგი იქნებოდა ის რომ ჩვენთვის აგეხსნა. ნუ ისულელებ. რა იქნებოდა თუ მტერი ჩვენს გეგმებზე გაიგებდა და ეცდებოდა ამის მოგვარებას? კარგი, მაგრამ ჩვენ ძალიან ვინერვიულეთ, როდესაც არ გვითხარი თუ რა ხდებოდა. ბევრი რამე მაქვს შენთვის სათქმელი, მაგრამ ავანტიურისტი სწორედ ასეთი უნდა იყოს. ავანტიურისტი. გასაგებია, ესე იგი ეს თავგადასავალია. ჰეი. მე ის ვიპოვე.
მე მოვახერხე მისი დაბრუნება, მაგრამ დაშნა გასაწმენდია. ვფიქრობ ზვავი ჩაფლოვება იყო. შენ მართლა ძალიან ბურთელი ხარ. ჩვენ როგორღაც კიდევ ერთი წელი გადავრჩით. მოდი ვადღე გრძელოთ ბედისა და შემთხვევითობის. წესრიგისა და ქაოსის ღმერთები. გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ახალი წელი. მე ძალიან დავიხარჯე გასულ წელს. ჰო, მართალია. შუბი ვატრიალე და ბევრი მონსტრი დავხოცე. და ეს გობლინების მკვლელი კაცი ჩემთან არაფერია. ჰო. ძალიან ბევრი შრომე ნამდვილად. ჩვენ ახლა რა უნდა გავაკეთოთ? მე ვაპირებ რომ ჩემს მშობლებთან წავიდე, მათ რაღაცაზე უნდა ვესაუბრო. და თანაც მინდე რომ ჩემს გარდაცვლილ თანამებრძოლებს საფლავები გავუკეთო. მე ჩემი გზა ავირჩიე. ეს რაღაც გეგმას ჰყავს. აუცილებელია რომ ყოველთვის იზრუნო ოჯახსა და მეგობრებზე. ბილი თაფლი ღმერთების საჭმელია. ბატონი გობლინების მკვლელიც უნდა შემოგვიერთდეს. არ ხუმრობ, მე რასაც მქონია შანსი რომ დამმელია დალეგთან ერთად. ყველა შეხვედრა ხელსაყრელა დამთავრდება, მაგრამ მაინც დავაფასებდეთ ბედს. მე ვეცდები ყველანაირად რომ მოგწეროთ. ჰო, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგწერო რაზეც გინდა. დავრწმუნდები რომ კარგი პასუხები გაგცე ხოლმე. მე კი დავრწმუნდები რომ ძალიან ბევრი მოგწეროთ. და მეც, მე ყოველთვის მინდოდა რომ მეგობრისთვის წერილი მიმეწერა. იქნებ მეც დავწერო წერილები. ჩემი ასაკის გოგონებს ძალიან იშვიათად ვხედავ მას შემდეგ რაც ფერმაში დავიწყე მუშაობა. გილდიაში მუშაობა უკეთესი არაფრითაა. და გობლინების მკვლელი სადაა? არ გინდა რომ შენი ბავშვობის მეგობარი ჩვენთან მოიყვანო. მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ თქვენთვის მისი დათმობა მინდა. მაგრამ ამ წელს მგონია რომ რაღაც ძალიან გულუხვი ვიქნები. ნამდვილად ასე იქნება. შენ ყოველთვის სამართლიანი უნდა იყო. შეგიძლია მოხვიდე. შენ ისე ყურადღებით უნდა იყო როგორც ყოველ წელს? სულელურ კითხვებს ნუ მისვავ. კარგი. ისინი ყოველთვის ცდილობენ ახალ წელს თავდასხმას. აიღე, მათ უნდათ რომ ეს შენთვის მომეტანა. გასაგებია. აქაურობა კარგად მოგიმზადებია. მე ჩემი ცხოვრების 10 წელი გავხარჯე გობლინების სკოლაში, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გობლინები არ ვითარდებიან. შენ ისი გობლინების პალადინი რას გეგმავდა? არა, მეტალის დახვეწას. შეუძლებელია. დვარფების ციხესიმაგრე, მაღაროსი არაღები და გოგონას ალუმინიუმის ხმალი. მათ დანიელვისებურად იყო გაჭედილი. აქ მხოლოდ ერთი შესაძლო დასკვნაა. მე ნებისმიერ ამ დამჭირდება მათ წინააღმდეგ. მე არ შემიძლია დაცვა მოვადონო. რეალურად. როცა პირს გააღებ ყოველთვის გობლინებზე ლაპარაკობ ხოლმე. სხვა საერთოდ არაფერზე. გონია რომ გობლინების მოკლა შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრებთან ერთად ყოფნა. არა. ხედავ, მოიცა რა? მე არ მომწონს დიდი ხმაურიანი ხალხმრავლობა, მაგრამ მე არ მადადებს თუ ყველა ერთობა. ყოველთვის უკეთესია, როდესაც ვიღაც ყავს გვერდით. გარეთ ცივა. ვიცი. გასაგებია. კარგი, ყველაფერი მოვაგვარეთ, ახლა კი საჭმლის დროა. ყველაფერი კარგად იქნება. გასაგებია. მე დამოვიწყდა მეხსენებინა. რა არის? მე ვიმედოვნებ რომ ამ წელსაც განაგზავ ჩემთან ერთად მუშაობას.
ანიმე გახმონებულია მატედაბისთვის თქვენთვის კი ახმონებდნენ სანო მაუ და ნერო ადლობა ყურადღებისთვის არ და გავიწყოთ გამოხატოთ რეაქცია კომენტარებში შევხვდებით შემდეგ ანიმეში I pushed you away, but the wolves told me that you should stay. So you stayed, and so you stayed, wrapping me up in your blanket, interlace our threads with the fate in our hands. Breaking through the ice, the sword and the snow into fields of